დღესაც ბევრს ჰქონდა სასამართლო დარბაზში წიგნი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ბევრს დაუსვით ეს კითხვა, თქვენც კითხავთ, დიქტატურა მყარდება ახლა თუ დიქტატურა მარცხდება თქვენი აღკვით? ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს, იმიტომ რომ ჩვენ ხო მივეჩვიეთ უკვე რომ პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ იმის მიხედვით, ვინ რომელ ტელევიზიას უყურებს, ვინ რომელ ქუჩაზე მოძრაობს, ვის როგორი სამეგობრო ყავს, ვისთან ურთიერთობს, ორ სრულიად განსხვავებულ საქართველოში ვცხოვრობთ. სადაც ერთი ამყარებს დიქტატურას სწრაფი ნაბიჯით, მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისაც, რომ გააჩუმოს განსხვავებული აზრის მქონენი, დააპატიმროს, რეპრესიების ქვეშ გაატაროს, გააჩუმოს, დაადუმოს. და მეორანი, რომლებიც გამალებით იბრძვიან საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, აი ხა თებერვლისთვია და სიმბოლური, მძიმედ სიმბოლური თვეა ჩვენი ქვეყნისთვის, ერთ საუკუნის წინანდელი თებერვალი არ განმეორდეს. ამიტომ ხო, ეს სამწუხაროდ რეალობა არის, რომ ეს რაღაცნაირად თამდები პროცესი გახდა. მაგრამ მე მაინც დიქტატურა მარცხდებას ჯგუფიდან ვარ, რა თქმა უნდა. დიქტატურაზე გამარჯვების მოზეიმეთა ჯგუფიდან ვარ და ჯერა რომ აი როგორც დღეს ნატო ქათამაძე შეუძღვა იქ ქუთაისის სასამართლოში შეკრებილ ადამიანებს საქართველოს ჰიმნის სიმღერით, ზუსტად ესე საქართველოს ჰიმნის სიმღერით ლაღად შევა საქართველო და შევა საქართველო ახალ რეალობაში და დაიწყებს ნამდვილად ევროპული დემოკრატიის შენებას ძალიან მალე. მაგრამ აი რომელი თეზისის ნაწილია ის, რაც დღეს ნახეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, უკვე გულისხმობ მე დაჯარიმებას მომღერლის, მასწავლებლის, ფსიქოლოგების, აქტივისტების 5,000 ლარით. ქონდა თუ არა მათ შორის ამის უფლება მოსამართლეს, ამაზეც საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ვინაიდან ეს ახალი შესული ცვლილება იყო კანონში. ხო, ქმედება განხორციელებულია მანამდე, ხო, 27 დეკემბერს ედავებიან თუ არ ვცდები, რა თქმა უნდა. 26 იანვარს, კი ბატონო. კიდევ 26 იანვარს. 26 იანვარს მე მგონი არ იყო ჯერ. არა, 6-ში მიიღეს, კი ბატონო. ხო, ამიტომ რა იგივე ამ შემთხვევაში 26 დეკემბერი, 26 იანვარი ერთი და იგივეა და რა თქმა უნდა არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუცია ჯერ არავის ფორმალურად მაინც არ გავუქმებია და იმ დარბაზში ფორმალური კანონების დარბაზია ის, სადაც დღეს ეს პროცესი მიმდინარეობდა. ისეთი მძიმე ამბავია, ისე მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ახსენდება საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, რაზე ვხარჯავთ ენერგიას, არ შემიძლია ამ იურიდიული დეტალების გარჩევა და ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული, ხო, რა თქმა უნდა არ ქონდა უფლება, იმიტომ რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ აუარესებს შენს მდგომარეობას, მაშინ ის კანონი არ ვრცელდება შენზე, თუ კი ქმედება მანამდეა ჩადენილი, ანუ ქმედების ჩადენის მომენტში იმ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ სავარაუდოდ 5,000 ლარი დააჯარიმებდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩას აღარ გადაკეტავ, პროტესტს აღარ გამოთქვა, ეს წინააღმდეგობის გზნობა აღარ გექნება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობას? მთავარია მოსამართლისთვის ის, რომ შეუძლებელი იყო ფაქტია, რომ შეუძლებელი იყო იმ დროს ადამიანს თქნოდა, რომ მას 5,000 ლარი დააჯარიმებდნენ და შესაბამისად წავიდა ამ რისკზე. ამიტომ რა თქმა უნდა მას არ ქონდა ამ კანონის გამოყენების უფლება. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე, აი არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ამ ლაპარაკს, ისეთ აბსურდში ვართ შესული, ისეთ რაღაცებს აკეთებს ხელისუფლება, ისე იქცევიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები. ზურაბ ვარდიაშვილის პოსტებს ვკითხულობდი დღეს მთელი დღე ქუთაისის დარბაზის ხდომათა და სასამართლოს დარბაზიდან წერდა. იქ მიმდინარე დისკუსიებზე პოლიციელსა და დასაჯარიმებლად გამზადებულ თავისუფლებისთვის მებრძოლებს შორის და სასამართლოს ხდომათა დარბაზში ასეთი დისკუსიის ფონზე მაინც რომ მოსამართლე გაამტყუნებს ადამიანს, ხო არ ვიცი, ეს იმ ეპიზოდს გულისხმობთ, სადაც პოლიციელმა ფაქტობრივად თქვა, რომ აღკვეთილი იყო უკვე იქ როცა მივედიო. ფაქტობრივად არ თქვა. ფაქტობრივად კი არ თქვა. ფაქტობრივად თქვა ნიშნავს, რომ აი თან თქვა და თან არ თქვა. და სიამოვნებაში პოლიციელმა თქვა, რომ ერთი წუთიო ხო იყავიო და რატო არ მომიწოდეოდა, იმიტომ რომ აღკვეთილი იყო უკვე სამართალდარღვევა. ხო და ამის მიუხედავად მაინც ეს გადაწყვეტილება გამიტანა და ზურა წერდა რომ ყველა იცინის მოსამართლეც იცინის, აღარავინ არავის აღარ აჩუმებს. ხო, მაგრამ ნუ გასაგებია რომ ამის მიუხედავად მაინც წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება უნდა წაიკითხა, იმიტომ რომ ეს მოსამართლე გულწრფელი და თავისი თავი იყო მხოლოდ იმ სიცილში სავარაუდოდ თუ მართლა იცინოდა იმ ხდომათა დარბაზს.
სხვა დროს ის არ არის, მას თავის სახე არ აქვს, სხვა დროს მას ბიძინა ივანიშვილის სახე აქვს და ბიძინა ივანიშვილმა როგორც თავის დროზე ესეთი ამბავი არაფერი არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის ჭეშმარიტება მისი რეალური სახის, როგორც იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ზურაბიშვილის სურათები ჩამოხსნეს და საკუთარი სახეები მიამაგრეს. აი ზუსტად ასე დადის იმ დღიდან მოყოლებული მთელი სახელმწიფო აპარატი. ყველა ეს მორჩილებაში მყოფი ადამიანი ზუსტად ესე, აი 2018 წლის პლაკატზე გამოხატულად, სიმბოლურად გამოხატულად დაიარება ბიძინა ივანიშვილის სახე აქვს ყველას, მისი სახე აქვს აკრულებს ყველას და ისე საუბრობს და გონია რომ ამ სახეს ამოფარებული გადარჩება. ხო, ამიტომ ძალიან ძიმე ფაზაში შევიდა ეს ყველაფერი. მე კი ვთქვი წაღან რომ მე იმ გუნდი დავრა, რომელსაც გამარჯვების ჯერა და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ჯერა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის 30 წელია ჩვენ ვიბრძვის და ბევრი საუკუნეა ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, მაგრამ ეს ბრძოლა ძალიან ძიმე იქნება და სულ უფრო და უფრო ძიმე ფაზაში შევდივართ. ჯარიმები შეიძლება ყველას მოგვენატროს. პირველ პირში ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ნამდვილად მეც მეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებსაც სავარაუდოდ ძალიან სწრაფად შეეხება, ფორმალურადაც შეეხება უკვე არა მხოლოდ რაღაცა მორალური და საზოგადოებრივი რეპუტაციული ზიანის მიყენების და იმიჯის განადგურების თვალსაზრისით ტელეკომპანია იმედი და პოსტივი ყოველდღიურად არიან დაკავებული. არამედ ფორმალურად, რეალურადაც შეეხებიან უკვე საერთოდ პირველად მაქვს ცხოვრებაში განცდა, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი მე რკინის კაცებს ვებრძოდით, ხო, ესეთ რკინის კაცებად გამოცხადებულებს ვებრძოდით თბილისში, ბათუმში. პირველად მაქვს განცდა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აბსოლუტურად ყველანაირი გაგრძელება შეიძლება იყოს დილით სახლიდან ჩემშულებს ვუბარებ, რომ თუ არ მოვედი საღამოზე, აი იქ იზდევს, ხო იცით ესე რაღაც. ხო, აი გაგრძელება რა შეიძლება მოყვეს, აი ხო რასელოდებით, შემდეგი ფაზა რა შეიძლება იყოს, ამაზე გავაგრძელოთ, უბრალოდ ჯარიმების ნაწილზე მინდა ამოვწურო. აი რეპრესიების მიზანი პროტესტის დამარცხების სურვილს უკავშირდება, თუ არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ამ ჯარიმებით რეალური პრობლემის აღმოფხვრა ბრძოლას ცდილობს თან ამ რეალურ პრობლემასთან ივანიშვილი ბიუჯეტის შევსებას გულისხმობ. თუ აქაც ერთმანეთს არ გამორიცხავს ეს ერთი და მეორე. ხო, ერთმანეთს არ გამორიცხავს, თუმცა ამასობაში ჯარიმებიდან ამოღებული ფული მათ ვერ უშველით ბიუჯეტში, მხოლოდ პრობლემა ექნებათ ძალიან მალე. გვექნება ყველას, რატო ვიძახი ექნებათ, ქვეყანას ექნება. შეუქმნეს ქვეყანას იმხელა პრობლემა, რომ ამას ამ ტიპის ჯარიმებით ვერ ამოიღებენ. მაშინ 50,000 ლარამდე უნდა გაზარდონ ეს ჯარიმა, ან 100,000 კაცი უნდა დააკავონ. ამ შემთხვევაში შეიძლება მოახერხოდეს. თუმცა ხო, რა თქმა უნდა, ეს დღეს ლადო აფხაზავას სიტყვები ძალიან ნიშანდობლივი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, მიუხედავად იმისა, რაც ამტკიცებენ საჯაროდ საკუთარი სულელური პროპაგანდის მანქანით, უმორალო უზნეო პროპაგანდის მანქანით. ამის მიუხედავად მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ ადამიანების უდიდეს უმრავლესობას ამ 5,000 ლარის ჯარიმის შესაძლებლობა თავად არ აქვს. და არავინ არაფერში ფულს არ იხდის იმაში, რომ სამშობლო გიყვარდეს და სამშობლოსთვის იბრძოდე და ამას ფულის გადახდა არ ჭირდება, მიუხედავად იმისა, რაც ამტკიცებენ. და ამოცანა არის ეს დიახ, რომ ადამიანებს გაუჩინონ სასოწარკვეთის გზნობა, სასოწარკვეთამდე მიიყვანონ ის ხალხი, ვინც პროტესტში არიან და ქონდეს ადამიანებს იმის განცდა, რომ მაინც არაფერი არ გამოდის და მიუხედავად თავდაუზოგავი ბრძოლისა, ვერაფერს ვერცულიან, მათი ხმა არ ისმის. არადა სიამბლეში ეს ასე არ არის, მათი ხმა რომ ისმის, ზუსტად ამის დასტურია ეს მასირებული შეტევა სამოქალაქო სექტორზე. არასოდეს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას კომუნისტების ჩათვლით. 1600 კაცის მოსასამართლოს წინაშე არ გაუგზავნია პროტესტის გამო, ქუჩის პროტესტების გამო. არასოდეს. საბჭოთა პერიოდის ჩათვლით 1600 კაცი 30-იან წლებს თუ არ ჩავთვლით, 1600 კაცი სასამართლოს წინაშე არ წარდგარა, იმიტომ რომ მიტინგზე გამოდის და სიტყვის თავისუფლებით სარგებლობს. არც შევარდნაძის დროს ყოფილა ესე, არც კომუნისტების ბოლო პერიოდში ყოფილა ასე. და არც შემდეგ რომელიმე მმართველობის დროს ასლანბაშიძის დროს არ ყოფილა ესე აჭარაში. რაც ერთგვარი საზომია, ხო, საქართველოში ყველაზე უფრო მძიმე რეჟიმის, რომელიც დამყარების ცდილობაც ვინმეს ოდესმე ქონია. რეკორდებს ხნის ბიძინა ივანიშვილი, რეკორდებს ხნის უზნეობის, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის, ტერორის და ეს გაგრძელდება გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ ამ მოძრაობის ძალა სწორედ ამაშია, რომ იმდანაც შეჩნებულია ხელისუფლება, რომ გაუჩნდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა დაიჭიროს, უნდა გააუბედუროს, სასოწარკვეთაში ჩააგდოს
და ეს არის ერთადერთი გზა საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უფრო მეტ წინააღმდეგობას შობს. მაინც თვალში საცემია ეს ტემპი, რომლითაც მოქმედებს ნოემბრის შემდეგ ივანიშვილი. ნაბიჯ მიდიოდა ამისკენ, მაგრამ ეს ბოლო აჩქარება არის ალბათ ყველაზე სკეპტიკოსებისთვის. ახსნა აქვს თამამ ამას, ჩემი აზრით. წარმოუდგენელი რა ახსნა აქვს, რაიმე ვადა აქვს, რატომ ეჩქარება, სად ეჩქარება? კი, ჩართული აქვს მას საათი, იცის ძალიან კარგად და ძალიან ეჩქარება, ამიტომ ჩვენ ამას ტრამპის ინაგურაციამდეც ვამბობდით თქვენს ეთერშიც მithქვამს მე მგონი, რომ ეს აუცილებლად ესე იქნებოდა, იმიტომ რომ მან იცის რომ სულ ძალიან ცოტა დრო დარჩა, სანამ საქართველოს ამოიწევს დღის წესრიგში. ამ თვითას მათ აქვთ განცდა რომ ჩვენთვის არსალიათ ვაშინგტონში და არსალიათ ევროპაშიც გარკვეულწილად, იმიტომ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე და იმ პირველი ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ახორციელებს, მთელი მსოფლიო მზერა ყურადღება მიპყრობილი არის ვაშინგტონისკენ. მაგრამ ეს მალე გაივლის, ესე ვერ დარჩება და საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა. მათ იციან, რომ ეს საათი ჩართულია და სანამ შემდეგი ტალღა წამოვა სანქციების და სანამ შემდეგი ტალღა წამოვა მათი სასჯელის ვაშინგტონიდან, მათ უნდა მოასწრონ, რომ აქ წინააღმდეგობის მოძრაობა გატეხონ. მათი ამოცანა ეს არის, გატეხონ წინააღმდეგობის მოძრაობა, ხალხი შეიყვანონ სახში. და თუ ქუჩაში აღარ იქნება პროტესტი, რა თქმა უნდა, მაშინ გაცილებით უფრო მყარად იგრძნობენ თავს, მიუხედავად იმისა, რა ტიპის წინააღმდეგობა, რა ფორმით გაგრძელდება წინააღმდეგობა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. ამიტომ კი, მათ საათი ჩართულია, ეს მათ იციან, რომ უნდა მოასწრონ, იქნებ როგორმე გატეხონ პროტესტი და გააჩერონ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. და ამიტომ გადავიდნენ ესეთ მასირებულ შტურმზე და მასირებულ შეტევაზე. ხო, როგორ გაუძლებს ამას შიგნით პროტესტი, სულ დროს გაგაწყვეტინეთ წეღან თქვენ ამბობდით, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რას გულისხმობთ ამაში? ხო, მე გულისხმობ ძალიან მარტივ რაღაცას, რომ მხოლოდ ჯარიმებით აღარ დაკმაყოფილდებიან და აუცილებლად დაჭერების ტალღა, მასობრივი დაჭერების ტალღაც იქნება, რა თქმა უნდა. ეხლა რამდენიმე ათეული ჩვენი მეგობარი და მებრძოლი ციხეშია და სრულიად უკანონოდ არიან საპატიმროებში, მაგრამ ამაზე არ გაჩერდება ეს პროცესი და ჩვენ ვნახავთ აუცილებლად დაჭერების ახალ ტალღას. დღეს პროკურატურის მიერ გამომწვარი ეს რაღაცა გაუგებრობა აბდაუბდა, ზუსტად ამას ემსახურება, რომ ყოველი შემთხვევისთვის აღზრული კონდეთ საქმე, რომელიც შეუძლიათ შემდეგ გამოიყენონ, ვისაც უნდა იმას დააკავებენ. ეს ყველაფერი იმდენად ზედაპირული, შეფასებითი, სუბიექტურია, რა საბოტაჟი, მაგრამ ტერმინოლოგია, რომელიც დღეს გამოიყენა პროკურატურამ, იყო ხო ძალიან ნიშანდობლივი. მათ თქვეს პრაქტიკულად რა თქვა პროკურატურამ? პროკურატურამ თქვა, რომ ყველა ვისაც ურთიერთობა აქვს ინგლისურ ენაზე ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან, საქართველოს მეგობრებთან დასავლეთში, ყველა შეიძლება გამოცხადდეს საბოტაჟის მონაწილედ. აი ზუსტად როგორც 30-იან წლებში, 27-38 წლებში ხდებოდა, ან შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხდებოდა, ხრუშჩოვის დროს, როდესაც დაიწყეს შემდეგი ტალღა დაჭერების. ზუსტად ისევე კოლაბორაციონიზმი, დასავლეთთან თანამშრომლობა გამოცხადება დანაშაულად ამ ქვეყანაში და ეს არის რეალურად ის, რაც დღეს პროკურატურამ შემოგთავაზა და კიდევ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც არავინ რუსეთთან თანამშრომლობის გამო დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია. კი ბატონო, ხო ანუ თუ გაქვთ ეჭვი რომ უკეთ ნებისმიერ შეიძლება მოარგოს პროკურატურამ დაწყებული გამოძიება. ეჭვი არ არის, წმენა მაქვს ამისი, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ როგორც ისინი უყურებენ, თუ ვითარება არ დაწყნარდება, ანუ ჩვენ თუ არ გავჩერდებით, პაპუაშულმა დღეს თუ გუშინ იყო აღარ ვიცი, ისეთ რეაქტიული სისწრაფით აქვეყნებენ ახალ ამბებს, რომ ვირევი კალენდარში. Transparency International-ს რაზე დაარტყა? რა გამოიყენა იმისთვის, რომ მორიგი შეტევა განეხორციელებინა TI-ზე. 15 თებერვალს დაანონსებული მიტინგის შესახებ TI-ის მიერ გავრცელებული ეგრეთ წოდებული Facebook კარდი. ხო? კი ბატონო. ეს იყო ერთადერთი, რასაც მიუძღვნა მთელი თავისი პრესკონფერენცია. ამით TI-ის არაფერი არ აკლდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ ზუსტად აი ესეთი
აბსოლუტურად არაფერთან არაფერ კავშირში მყოფი ამბები მზადდება ნიადაგი იმისთვის, რომ ხვალდაზეგ უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩნდეს შეკითხვა, ეს ხალხი რატომ არის მასიურად დაბარებული დაკითხვებზე. იმიტომ რომ წინა ისტორიებს ქმნიან იმისთვის, რომ შემდეგ ნაკლებ ადამიანმა გაიკვირვოს ვინმეს დაჭერა, დაპატიმრება, დაკითხვას დაბარება, სასამართლოში დაარება და ასე შემდეგ.